მოგესალმებით BMG-ის საინფორმაციო სამსახური იწყებს პირდაპირ ეთერში მუშაობას. დღის მთავარ ბიზნეს და ეკონომიკურ სიახლეებს მე ჟურნალისტი ელენე გოგბერაშვილი გაგაცნობთ. 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35. დღეს საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავს. 2026 წლის 9 აპრილს 37 წელი გავიდა საბჭოთა რუსული არმიის სამხედროების მიერ თბილისში მშვიდობიანი აქციის დარბევიდან. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტებიდან, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ, 21 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა ასობით მონაწილე. 9 აპრილის ტრაგედიიდან 2 წლის თავზე საქართველოს აღედგინა 1918 წელს მოპოვებული და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. დამოუკიდებლობის აქტის მიღებას წინ უძღოდა 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმი, რომლის მონაწილეთა 99.8%-მა მხარი დაუჭირა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. სოფლიო ბანკმა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.4% პუნქტით შეამცირა. განახლებული შეფასებით წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, მომავალ წელს კი 5.5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც 0.5% პუნქტით გაუმჯობესებული პროგნოზია. საქართველოსგან განსხვავებით სოფლიო ბანკმა წლევანდელ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ზრდის მიმართულებით გადახედა სომხეთის და აზერბაიჯანის შემთხვევაში. სოფლიო ბანკი ელის, რომ წელს სომხეთის ეკონომიკა 5.3%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზზე 0.4% პუნქტიანი გაუმჯობესება. აზერბაიჯანის შემთხვევაში პროგნოზი 0.2% პუნქტით 2%-მდე გაიზარდა. ამასთან სამხრეთ კავკასიის რეგიონის 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.4%-ია, რაც 0.1% პუნქტიან გაუმჯობესებას ასახავს წინა, ანუ იანვრის პროგნოზთან შედარებით. მსოფლიო ბანკის გამოქვეყნებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად ეკონომიკური ზრდა ევროპის და ცენტრალური აზიის განვითარებად ქვეყნებში წელს სავარაუდოდ არსებითად შენელდება, რის მიზეზიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი, გეოპოლიტიკური დაძაბულობა და ვაჭრობის ფრაგმენტაცია. მთავრობამ სააგენტო აწარმოეს საქართველოში რეორგანიზაციის დადგენილება გამოსცა, რომლის ბაზაზეც ახალი ინსტიტუცია საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია ჩამოყალიბდება. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ აწარმოეს საქართველოს ბიზნესის მხარდაჭერის ყველა პროგრამას ეკონომიკის განვითარების კორპორაცია გააგრძელებს. გარდა ამისა, შემოსავალი, რომელსაც სააგენტო აგენერირებდა, ასევე კორპორაციის მართვაში გადავა. ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, ეს დაახლოებით 300-დან 400 მილიონ ლარამდეა, რესურსსაც კორპორაცია ახალი მიმართულებით დაფინანსებისთვის გამოიყენებს. მთავრობის დადგენილების თანახმად რეორგანიზაციის შედეგად აწარმოეს საქართველოში სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბდება. 30 დღის ვადაში კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭო უნდა შეიქმნას, რომელიც ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების მოადგილებით და ეკონომიკის სამინისტროს წარდგენილი ერთი დამოუკიდებელი წევრით უნდა დაკომპლექტდეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტურიზმის სექტორს შეხვდა. ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით შეხვედრას სასტუმროების, ტურისტული კომპანიების, რესტორნების წარმომადგენლები და გიდები დაესწრნენ. არსებული ინფორმაციით საუბარი შეეხო ტურიზმის გლობალურ გამოწვევებს და შიდა ტურიზმის სტიმულირების საკითხებს. ვისაუბრეთ ახალ მიმართულებებზე, არსებული მიმართულებებზე, ერთობლივ ღონისძიებებზე, ეს იქნება სიხშირეების დამატება, მარკეტინგული კამპანიები, B2B შეხვედრების მოწყობა იმისთვის, რომ იმ ქვეყნებიდან, სადაც ცნობადობა მაღალია, ეს იქნება თქვა სამეზობლო ქვეყნები, თურქეთი, შუა აზია, ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ საქართველოში დაგეგმილ სეზონზე წლის ბოლომდე, იმისთვის, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გავლენა საქართველოს ტურიზმის სექტორზე შედარებით შევამსუბუქოთ. ფასების კორექტირების შედეგად შევძლებთ რომ მარტის 12-15 რიცხვიდან ქონოდა 80-90%-იანი დატვირთულობა სხვადასხვა ბაზრებიდან, სადაც უფრო მეტად გავააქტიურეთ მარკეტინგი და ასევე ფასების კორექტირება მოგვცა სწრაფი შედეგი. იგივე ვაპირებთ აპრილის თვეში, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით არ ჩანს ამ დაძაბული ვითარების დასრულების ფაზა, დასრულების დრო, შესაბამისად ისევ ვცდილობთ, რომ დაკორექტირებული ფასებით, თუმცა 10% გაზრდილი ფასით, ვიდრე ჩვენ ეს ჰქონდა მარტში, უკვე არაფერს
ფორს-მაჟორული ფასებით მოვახდინოთ ოპერირება აპრილის თვეში. ამასობაში სეზონის წამოგვეწევა, გააქტიურდება ძალიან ევროპის მიმართულება, მეზობელი ქვეყნების მიმართულება, ჩინეთის მიმართულება და ვფიქრობ, ხელი შეეწყობა ესე ვთქვათ გადარჩენის რეჟიმს და დაჩქარდება ის სიტუაციები, რასაც პირდაპირ უშლის ხელს სამწუხაროდ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზები. რა აწუხებს დღეს ტურიზმის სექტორს, რა გავლენა აქვს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს და როგორია მოლოდინების აფხულის ტურისტული სეზონისთვის. ნუცა შუბაშვილი მოგვასმენინებს დღის განმავლობაში ბიზნესის ხმას. მიუხედავად ჩატარებული რეაბილიტაციისა, ენგურ ჰესი ვერ ასრულებს თავის უმთავრეს პიკურ ფუნქციას, რაც ქვეყანაში სხვა მსხვილი ჰესების არარსებობით არის გამოწვეული. ამ შესახებ ენერგეტიკოსი გია არაბიძე საუბრობს. მისი თქმით, ენგური არ არის საბაზისო სადგური, ის მხოლოდ პიკურ რეჟიმში უნდა მუშაობდეს, რომ ეფექტური იყოს. თუ ქვეყანას გენერაციას 10,000 მეგავატამდე გავზრდით, ენგური შეძლებს საკუთარი შემოსავლებით რეაბილიტაციაც უზრუნველყოს და ქვეყანა პიკური ენერგიითაც მოამარაგოს. რაც შეეხება სადგურის ფიზიკურ მდგომარეობას, ენერგეტიკოსი ამბობს, რომ კაშხალი და სამანქანო დარბაზი მეტნაკლებად წესრიგშია, თუმცა ხას უსვამს, რომ ასეთი მასშტაბის ობიექტს გაცილებით მეტი საოპერაციო ხარჯი და მუდმივი რეაბილიტაცია სჭირდება. ამჟამად კი სექტემბრის ბოლომდე წყალი მაქსიმალურად იხარჯება, რადგან ზამთრის თვეებში ენგურ ჰესი საქართველოს ენერგოსისტემისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია. ნოემბრიდან მარტის ბოლომდე სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის წილი ქვეყნის საერთო სისტემაში მინიმალურია, ამ პერიოდში გამომუშავება ძირითადად აფხაზეთის მოხმარებას ხმარდება. ჩვენ რო გქონდეს კიდევ დამატებით ხუდონი, ნენსკრა, ნამახვანის, წყალსაცავიანი ესები, ნენელობით ჩვენი ენგური დაუბრუნდებოდა იმ თავის ფუნქციას, რომელიც მისი პიკურად მუშაობას ეკუთვნის. ენგური არ არის საბაზისო სადგური, ის პიკში უნდა მუშაობდეს, მხოლოდ და მხოლოდ და მაშინ იქნება ეს ეფექტური. თუ დადგა ისეთი რომ ჩვენი სამივე წყალსაცავიანი ჰესი ავაშენებთ და გენერაციის ობიექტები, რომელსაც ვამბობთ, რომ 10,000 მეგავატამდე უნდა გავზარდოთ, ეს თუ მოგვარდა ეს საკითხი, მეტნაკლებად ენგური დაუბრუნდება თავის ფუნქციას, ამიტომ თავის შემოსავლებით ის რეაბილიტაციაც შეძლებს და ქვეყნის პიკური ენერგიის მომარაგებასაც. როგორია დღეს ენგურ ჰესის ტექნიკური მდგრადობა და როგორ უნდა მოხდეს სტრატეგიული ობიექტის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. ეკა გაზდელიანი მოგვასმენინებს ენერგეტიკოსების შეფასებებს შემდეგ გამოშვებაში. სადაზღვევო სექტორის პორტფელი 2025 წელს 12%-ით 1,14 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ინდუსტრიის წმინდა მოგებამ 129 მილიონი შეადგინა, რაც 2 მილიონით აჭარბებს 2024 წლის მაჩვენებელს. გასულ წელს 1,2 მილიარდიდან 1,4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა 19 სადაზღვევო კომპანიის მიერ მოზიდული სადაზღვევო პრემიაც. დაზღვევის სახეობების მიხედვით ყველაზე მეტ პრემიას ინდუსტრია ტრადიციულად ჯანმრთელობის დაზღვევიდან აგენერირებს, რამაც წინა წელს 600 მილიონი ლარი შეადგინა. როგორი ტემპით იზრდება სადაზღვევო სექტორი საქართველოში და ზრდის რა პოტენციალი გააჩნია ბაზარს, თემაზე სასაუბროდ დაზღვევის კავშირის ხელმძღვანელი ლაშა ნიკოლაძე შემოგვერთდება 15 საათსა და 30 წუთზე. ასეთი იყო საქმიანი ამბები ამ დროისთვის, განახლებული ინფორმაციით ზუსტად 1 საათში გიბრუნდებით პირდაპირ ეთერში დროებით.